ზაფხულში საზარელი ავტოავარია მოხდა. ფეხბურთელი ბიჭი, რომელსაც ყველა იცნობს სახელით ჩიორა, უმძიმეს მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბიჭის გადასარჩენად ჩაერთო ყველა, ვისაც დახმარება შეეძლო, თუმცა ჭრილობების მოშუშება მხოლოდ სიყვარულმა შესძლო. ეს არის ისტორია სიყვარულზე. ეს არის ისტორია, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ თუ ძალიან გიყვარს, არასოდეს კარგავ. ანი ღონღაძე და გიორგი თექთურმანიძე. გამარჯობა. მიხარია რომ მოხვედით. როგორ ხართ? კარგად, ეხლა უკვე კარგად ვართ. იმ შედეგთან შედარებით, რასაც ველოდებოდით, საუკეთესო შედეგი გვაქვს. მე არ მგონია გიორგის რამე ახსოვდეს. არ ემახსოვრება. იმის გარდა რომ მიდიოდი ანისთან. არა, არც არ ახსოვს. არც არ გამახსოვს. ანუ ის დღემთლიანად ავარიამდე დაახლოებით 1 კვირაც არც არ ახსოვს და ავარიის მერე 4-5 თვეც არაფერი არ ახსოვს. ანუ ისე დადგა ფეხზე და ისე გამოჯამრთელდა, რომ ეს პერიოდი საერთოდ არაფერი არ იცის რა ხდებოდა. მე ვიყავი ბათუმში, მე მომწერა რომ მივიდა სახლში და თურმე იყო უკვე გზაში და მოდიოდა ჩემთან. სიურპრიზის გასაკეთებლად. ხო, სიურპრიზის გასაკეთებლად, საჩუქრებით, ამბებით. და მე ვემზადებოდი კონცერტზე წასასვლელად, მაგრამ რაღაც ისეთი განწყობა მქონდა, უნდა ჩამეცვა უკვე კონცერტი იწყებოდა, მაგრამ რაღაც აფორიოქებული ვიყავი, ტელეფონი გამორთული მქონდა, ვურეკავ, არ მპასუხობს და უცებ დამირეკა გიორგის მეგობარმა და შემატყავინა ეს ამბავი და იმ მომენტში ორი რაღაც ხდება ადამიანის გონებაში. პირველი ის ვიფიქრე, რომ ალბათ ბევრად უფრო საშინელი რაღაც მოხდა და გიმალავენ და გავიგო და ამიტომ დავიწყე საშინელი კივილი, ჯერ ტელეფონი გამივარდა ხელიდან, მე დავიწყე იმაზე ჩხუბი, რომ ერთ კვირაში ხო თამაში აქვს და სად მოდიოდა და ჩხუბი და მე ვემზადებ ქუთაისში გადაიყვანეს საავადმყოფოში და გზაში ვფიქრობდი, რომ ხა ჩავალ და ძალიან ვეჩხუბები, რომ ეს რა გააკეთა, იმიტომ რომ მეგონა რომ ამ ფეხი იქნებოდა მოტეხილი და თამაშს გამოტოვებ და ნუ მე ამ ფიქრებში ვიყავი და რო ჩავედი, პირველი რაც მითხრეს იყო ის, რომ 24 საათს თუ გადაიტანს, გადარჩება. ნახსოვს. პირველი 10 დღე იყო კრიტიკული, როცა კარგი არაფერი არ ხდებოდა, მაგრამ არც უარესობისკენ არ მიდიოდა, ნუ თავისრავა ესეთი მე გავერკვიე ყველაფერში, დღემდე რო ვწვევი დასაძინებლად Google-ში ვწერ თავის ტრავმა და ვკითხულობ და ვადარებ, როგორ არის თქვათ ამ პერიოდში სხვა როგორ იყო ეს როგორ არის და მე ვუყურებ ხოლმე ღამე და ვფიქრობ, რომ კარგი შედეგია ნამდვილად. ეს ისეთი რაღაცაა, რომ ნებისმიერ შეიძლება დაემართოს. ხო, მესმის. ნებისმიერ შეიძლება რომ მოუვიდეს. ძალიან ძნელია, მაგრამ ამასთან ერთად ძალიან ფასეულია ის ადამიანები, რომლებიც გვერდში მიდგან. დღეში ერთხელ მქონდა შეცვლის უფლება და ნახვის უფლება, ვერც ველაპარაკებოდი, ანუ ექიმები მეუბნებოდნენ, მიდი დაელაპარაკე, ყურში რაღაც უთხარი არ შემეძლო. მართლა ანუ ახლოს მივდიოდი, მაგრამ ლაპარაკით ვერ ველაპარაკებოდი საერთოდ. და ნუ ველოდებოდი ყველაფერს. იმასაც ველოდებოდი, რომ გაიღვიძებდა და შეიძლება საერთოდ არ ცოდნოდა მე ვინ ვარ და ვერც გაიხსენებინა ვერასდროს და ამის მეშინო და ყველაზე მეტად, ხო. და რომ გაიღვიძა და დამირეკა ექიმმა, რომ გავაღვიძეთო, ხელოვნურ კომაში იყო და ვიცოდით კონკრეტული დრო როცა გააღვიძებდნენ, შევედი, საწოლზე წამომჯდარი ყავდათ და არაფერი. აი შევედი და ისეთი მზერა გამაყოლა და გამომაყოლა, რომ აი ვერ მივხვდი, იცოდა ვინ ვიყავი თუ არ იცოდა. როდის მივხვდი რომ გიცნო? უკვე ნუ ეს რეანიმაციაში იწყო ძიმე პაციენტებთან ერთად, მე რომ გადაიყვანეს პალატაში უკვე, ნუ ღამეებს რა თქმა უნდა უკვე მქონდა უფლება რომ მასთან ერთად გამეტარებინა და სულ ველაპარაკებოდი და აი ყველას ვეჩხუბებოდი რომ ამოდით ნახეთ, მაგრამ ზოგს არ შეეძლო და აი ამაზე ძალიან ხიზიანდებოდი, იმიტომ რომ აი ბიჭებს ხედავდი, მის მეგობრებს როგორ ტიროდნენ, ვინც ნახულობდა პირველად ამ ხელა ბიჭების ხრიალი ისმოდა და ნუ ეხლა ბიჭი რო ტირეს, კიდევ ცოტა ისეთი მომენტია. და მერე უკვე ნელ-ნელა ერთი ღამე იყო მახსოვს, ნუ საერთოდ ველოდებოდით, რომ დაახლოებით, ანუ ისეთ ადგილას ქონდა ეს დაზიანებები, რომ 6 თვის მერე შეეძლებდა მეტყველებას, მაგრამ პალატაში გადმოყვანიდან დაახლოებით 2-3 კვირაში მახსოვს ეს პირველი სიტყვები, ღამე ვიჯექი და ვუთხარი, რომ ეხა რაღაც უნდა თქვა, აი უკვე ისტერიკაში ვიყავი, რომ ვხედავ, რომ რეაქციები აქვს, ანუ რაღაცას გაეხუმრები, ადეკვატურად იცინო და ხვდები, ანუ ისეთ ხუმრობებზე, ასეთ ხუმრობებზე, ვინც მოდიოდა და ამას ძალიან უყვარდა, იმის მიმართ ეს გარეგნულად ემოციებს გამოხატავდა და აქედან მივხვდით, რომ ნუ ყველა იცოდა, დაწერილსაც კითხულობდა, უბრალოდ მეტყველება არ შეეძლო და მახსოვს ის ღამე რომ ვიჯექი და ის აპარატის ხმა უკვე და აი მარტო ეს ხმა რო გესმის და მე და ეგთანი ვიყავით და შევედი და მეთქი ახლა რაღაც უნდა თქვა. შანსი არ არის ვარ თქვა და დაიჩურჩულა მიყვარხარო ესე ჩურჩული თქვა და ნუ მან რა თქმა უნდა მივხვდი რომ აი მან უფრო დავიწყე ბრძოლა.
მაგ დღიდან, იმიტომ რომ მივხვდი რომ არ არის ყველაფერი ისე ხა რა თქმა უნდა ექიმები რეალურად გეუბნებიან ყველაფერს შეიძლება უფრო მძიმეთაც რომ ყველაფრისთვის მზად იყო მაგრამ ფიქრობ და ანუ მინდა ყველას უთხრა ხო ესეთი ტრავმები ხშირი არის მით უმეტეს ესეთი ასაკის ბიჭებს ავარია ძალიან ხშირად ხდება სხვანაირადაც თავის ტრავმები ფეხბურთელებსაც ხშირად ემართებათ და მინდა უთხრა რომ ანუ არასოდეს არ უნდა დანებდეს არავინ და აი პირიქით რასაც გეუბნებიან შენ თუ იბრძოლებ მე მგონია რომ ყველაფერი გამოვა აბსოლუტურად ყველაფერი მაგაზია დამოკიდებული რას ლაპარაკობ რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით მადლობა შენ და მადლობა მინდა უთხრა ყველას ვინც ჩვენს მიმართ გამოხატავდა და დღემდე გამოხატავს ყურადღებას და რა ვიცი ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია იმიტომ რომ რო არა ადამიანების გვერდში დგომა მარტო როცა ხარ ვერაფერს ვერ შეწყდება როგორ არის ევა? ამბობენ რომ შორენა ბეგაშვილის ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. ყველაზე ცნობილი ქალბატონი, რომელიც გლამურული ჟურნალების საოცნებო რესპონდენტი იყო, გახდა დედა. მის ამ სიტყვის პირდაპირი გაგები და მისი ცხოვრების მთავარი დრო მიაქვს შულს, რომელსაც დედის დახმარება ახლა ისო ყველაზე მეტად სჭირდება. შორენა ნანოკაშაურში. დედა შორენა, ყველა სტატუსი წარმიდგენი ხარ, ეხა დედა შორენა, დაჭე. როგორ ხარ? აქ დაჭექი. ახლოს. კარგი. როგორ ხარ? კარგად, არაჩვეულებრივად. იცი რა, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს ეხლა გავხდი დედა. არა, იქამდეც ესე იყო ჩემი ცხოვრება. მაგრამ მე მგონია რომ ეხა უფრო მეტი დრო მიაქვს შვილს. არა, იქამდე ნახე რა იყო, იქამდე დამყავდა ინგლისურზე, ფრანგულზე, ცეკვაზე და კიდე რაღაცას თუ მოისურვებდა და ეხლა დამყავს გადახოვაზე, გადასხმაზე, ვარჯიშზე. აი, მომიყევი შენი დღე. ჩემი დღე არის ვიცმე პირველი რაც შემხდება ხელში, სპორტული ძირითადად და აი ხედავ უკვე შეიცვა. კი, ქუსლებ მენატრება ხოლმე, აი ხშირად რო უყურებ აი ამ ჩემ ჩაწიკწიკებულ ფეხსაცმელებს, რომელზედაც ყელში ამომადინეს, რომ ეს ამდენი რაღაცეები როა გაყიდოს. აი ეს თვალს შევავლებ ხოლმე თან მანქანა რო აღარ ყავს, ეხლა ტაქსი რაღაცა ქუსლებითი არის, აი ცოტა სასაცილო ხარხა და ამიტომ ვიცმე ვისე სპორტულად, ჩვეულებრივად, არც მაკიაჟს ეხლა ისედაც ყოველდღურად არ ვიკეთებდი, არ მინდა შევაწუხო ვინმე, ანუ ჩემი გაპრანჭულობით და დავდივარ ჩვეულებრივად, რომ მოვასწრო ყველაფერი. სად მიდიხარ? ევას უნდა ბევრი დრო ამ ეტაპზე, სანამ თვითონ დაიწყებს სიარულს. ევა ჯერ კიდევ არ დადის თვითონ? არა. ჯერ არა, მაგრამ მალე მაუცილებად, მაგრამ რაღაცა თითქოს ამბობდნენ რომ ყველაფერი მოგვარდა. ანუ ჯერ ეს ამ ეტაპზე არ ხართ მისული რომ ყველაფერი მოგვარდა. არა, იცი რა ეტაპზე ვართ? ბოლო 3 თვეა, თვეში ერთხელ იკეთებს ოპერაციას. თვეში ერთხელ იკეთებს ოპერაცია. აიცი როგორ იყო? მივდიოდით მე ერთი თვე წასული ვიყავი თითქმის და ფიქრობდი რომ ალბათ საერთოდ წავიდოდ ტელევიზიიდან, იმიტომ რომ ეხლა ყოველ მეორე დღეს რო იცი რა, აი კიდე მივდივარ და იქნებ უკვე უხერხულია ხო? ყოველ მეორე დღეს პროდიუსერს ეუბნები რომ აი მივდივარ კიდე კიდე საოპერაციო. ხო, ანუ ისეთი დაავადება აქვს ანთება, რომ შეიძლება კიდე დაბრუნდეს, მეშვიდეთ, მერვეთ, ვერავინ ვერ გათვლის მაგას. ვერ იტყვი რომ იქ რაღაცას ისე ვერ უკეთებენ. მივდივარ, ანუ ბოლო მეოთხე თვეა ვცხოვრობდით ფაქტიურად თურქეთში. და მე რომ მივხვდი რომ ანუ წასული რომ ვიყავი და მივხვდი რომ იმდენი მწერდა რომ შორნე რატო არ ხარ ტელევიზიაში რატო არ ხარ არ ჩახარ მე გამონახე ესეთი გზა რომ მელო იქიდან როგორ ეს? ვაიმე არ ვიცი. ფაქტიურად ბოლო 3 თვე გადაცემები როგორ იწერებოდა არ ვიცი, იმიტომ რომ ძირთად მეძინა. ანუ გამთენისას ჩამოვდიოდი და წერდი იღბლიან ბორბალს, კიდევ რაღაც ფოტოსესიები მქონდა და ღამე გვიან მივდიოდი. თუმცა იმ დროის ფოტოსესია რაც მქონდა, მე მგონი მართლა. იმ დროის ფოტოსესია რაც მქონდა, გამოვიდა ძალიან ლამაზი, იმიტომ რომ აი რაღაცნაირი მიბნედილი სახე მაგდა. აი ესე ცხოვრობდი ბოლო ეხლა რა ხდება? ეხლა რა ვიცი ბოლო ოპერაციის მერე ბოლო ოპერაცია ჩაუტარეთ ბოლო ოპერაცია 3 კვირის წინ და ანუ უკვე რაღაც კარგი სიტუაცია და მე მგონი რომ აღარც დასჭირდება მე მგონი რომ აღარ უნდა დასჭირდეს ერთ თვეში უკვე შეიძლება რომ ფეხი დადგას მაგრამ ერთი წამით ჩვენ რო ვიყავით მაშინ ხო ფეხი დადგა ბავშვმა და ცდილობდა და რატო შეფერხდა მე ეს მე ანუ დაჩირქება წავიდა
ისევ. კი, ისევ. ამოაცალეს იმპლანტი, რაც ქონდა, მაგრამ ანუ ანთება ქონდა ორგანიზმში და იქ იპოვა სადაც არის, გზა და ხო, იქ მადლობა ღმერთს, რომ ხერხემალზე არ ქონდა ეს რა თქმა უნდა, ხო, სადაც ხერხემალი კივილები და არის, საშინელი, ხო. 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 ძალიან უხერხული კითხვა უნდა დაგისვა, მაგრამ ფინანსურად უზრუნველყოფას როგორ მანქანა გაყიდე და მანქანა გავყიდე და ეს ბოლო ოპერაციები მივფარე როგორც იქნა. ეხლა ხო, როგორც იქნა გაიყიდა ეს მანქანა. ხო, მე ვიცი რომ ძალიან დიდხანს ყიდდი, ხო. ძალიან. ხო. ხო, ამ მანქანაზე მოკლედ სანამ არ გავყიდე, ხო და ხანუ ხალხს ეგონა რომ არ ვყიდიდი ამ მანქანაზე, რეალურად არ იყიდებოდა, იმიტომ რომ არ ქონდა ამდენი ფული და ხო და ეხლა გავყიდე ძალიან დაბალ ფასად და ანუ ოპერაციები დავამთავრეთ. კიდე თუ დასჭირდა ოპერაცია, არ ვიცი უკვე, მაგრამ ისინი ძალიან ხელს გვიწყობენ თურქები. მე ხა გადაწყვიტე რომ რაღაც ამბები გადავამოწმო. საინტერესო ამბები. ფრიად მე ვფიქრობ. ამბობენ რომ ნინო ჩხეიძემ მიმართულება შეცვალა. არ მჯერა. არ მჯერა რეებითაც მოყვედი. მანახე, ეს შენია. ეს ჩემია პატარა თავისთვის რატო გონია რომ ესეთი პატარა თავი მაქვს? შორინა თვითონ აარჩევს. მე მგონი გავთვალისწინებდი იყო და ამიტომ ყუთის გარეშე. ხო. დედა. ნახე როგორ გამოუშეურ მიხდება მართლა. აუ თან კაბისფერია. კი, კაბისფერი. ვიცადე? ეგ არის ხო? მართლა მიხდება კი, კუდი? თან ფერი. აუ მართლა ძალიან გიხდება. ოპერაციამდე შემთხვევა. ძალიან. მე გონა მე სულ მეგონა რომ დიდთავიანი მშკუდები არ უხდებოდათ. უი, კიდე მქონია. ამავალაგო? ამოალაგე. შეშ ყველაფერი გიხდება ზორენა. მე კიდე ვიპოვი მან ჩემ ხუთს. აი მაყავს ძალიან ეს მომწონს. იცი რა მითხარი, ესენი არ მანახე ეგეთი ტიპი. ესე დაბრძადით ქალბატონო ნინო. იცი რა მითხარი, ეს რატომ გადაწყვიტა? რა ხდება მომიყევი ხა? მე ვფიქრობ რომ ყველანი ვზივართ სახლებში საღამოობით. კი. მათ შორის ვიც არ ჭამთ განსაკუთრებით. ვიც არ და მათ შორის მე